ჰალო, გავაკეთოთ ახლა ერთი სავარჯიშო A1+ სახელმძღვანელოდან, თემა არის Die liebe Familie. მოვისმინოთ ტექსტი, დავამუშავოთ და შემდეგ რამოდენიმე სავარჯიშო გავაკეთოთ ამ ტექსტის ირგვლივ. Das sind Peter, Lucie, Sarah und Felix. ესენი არიან პეტერი, Lucy, Sarah და Felixi. Peter und Lucy sind die Eltern von Sarah und Felix. Peteri და Lucy არიან Sarahs და Felixis მშობლები. Sarah und Felix sind die Kinder von Peter und Lucy. Sarah და Felixi არიან პეტერის და Lucys შვილები. Das ist Peter, der Mann von Lucy. Es არის პეტერი, Lucys მეუღლე. Peter arbeitet als Ingenieur bei Siemens. Peteri მუშაობს ინჟინრად Siemens-ში. Siemens-ის ფირმაში. როდესაც ვამბობთ რომელიმე ფირმაში და სახელს ვიძახით, აუცილებლად by წინდებული დაგჭირდება. და როდესაც რადაც მუშაობთ, იმას ვამბობთ, გჭირდება als Ingenieurrad, als Ingenieur. Seine Muttersprache ist Deutsch. მისი მშობლიური ენა არის გერმანული. Spricht auch Englisch und Französisch. ის საუბრობს ასევე ინგლისურად და ფრანგულად. Peter ist verheiratet. პეტერი დაქორწინებულია. Liebt seine Frau Lucy sehr. მას ძალიან უყვარს მისი მეუღლე Lucy. Peter kocht gern. პეტერს უყვარს სადილების კეთება. გადავიდეთ Lucy-ზე. Das ist Lucy. Die Frau von Peter, es არის Lucy, პეტერის მეუღლე. Lucy ist Französischlehrerin. Lucy არის ფრანგულის მასწავლებელი. Sie kommt aus Frankreich. Ihre Muttersprache ist Französisch. ის საფრანგეთიდანაა, მისი მშობლიური ენა არის ფრანგული. Sie spricht auch sehr gut Deutsch. და ის ასევე ლაპარაკობს ძალიან კარგად გერმანულს und იტალიანურს და იტალიურს. Sie liebt Peter sehr. მას ძალიან უყვარს პეტერი. Lucy liest gern Liebesromane. Lucy-ს უყვარს სასიყვარულო რომანების კითხვა. რაღაცა მოქმედებას liest მაგალითად კითხულობს, რომ დავამატებთ gern, ეს ნიშნავს უყვარს. Das ist Sarah. ეს Sarah, die Tochter von Peter und Lucy. პეტერის და Lucys ქალიშვილი. Die Schwester von Felix. Felixis და. Sie ist 13 Jahre alt und hört gern Popmusik. ის არის 13 წლის და უყვარს პოპმუსიკის მოსმენა. Hört gern. აი აგერ აქაც გვაქვს ეს კონსტრუქცია. Gern. დავამატეთ hören nas და უყვარს მოსმენა. Sarah kocht auch gern wie ihr Vater. Sarahs უყვარს ასევე სადილების კეთება wie ihr Vater, როგორც მამამის. Das ist Felix, der Sohn von Peter und Lucy, der Bruder von Sarah. Es არის Felixi, პეტერის ვაჟი, პეტერისა და Lucys ვაჟი და Sarahs ძმა. Ist 10 Jahre alt und spielt gern Computerspiele. ის არის 10 წლის და უყვარს კომპიუტერული თამაშების თამაში. Spielt gern, უყვარს თამაში. Felix spricht perfekt Französisch wie seine Mutter. Felixi ბრწყინვალედ ლაპარაკობს ფრანგულად, როგორც დედამისი. Das sind Susanne und Ben. ესენი არიან Susanne და Beni. Susanne und Ben sind die Geschwister von Peter. Susanne და Beni არიან პეტერის და-ძმა, die Geschwister, და-ძმა. Das ist Ben, der Bruder von Peter, der Onkel von Sarah und Felix. Es არის Beni, პეტერის ძმა და Sarahs და Felixis ბიძა, der Onkel, ბიძა. Arbeitet als Kommissar, ის მუშაობს კომისრად bei der Polizei, პოლიციაში. წეგან როგორც შეგხვდა ჩვენ, რადაც მუშაობს და სადაც მუშაობს, ხო? Als Kommissar bei der Polizei. Ben ist geschieden, Beni არის გაშორებული und lebt jetzt allein in Köln. და ცხოვრობს ახლა მარტო კოლნში. Ben spielt gern Gitarre. Ben's უყვარს გიტარის დაკვრა. Spielt gern, უყვარს დაკვრა. Und das ist Susanne. Sie ist die Schwester von Peter und die Tante von Sarah und Felix. ეს არის Susanne, ის არის
პეტერის და Sarahs და Felixის მამიდა. Susanne ist ledig. Sie lebt im Moment mit Edwin zusammen in Berlin. Susanne არის დასაქორწინებელი და ცხოვრობს ამჟამად Edwin-თან ერთად ბერლინში im Moment ამჟამად. ეს იყო ტექსტი და თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს ტექსტი ხმამაღლა. კიდევ ერთხელ გადაახვიოთ და ხმა გაუთიშოთ და ისე დააპაუზოთ ტექსტი და ხმამაღლა შეეცადოთ რომ წაიკითხოთ სწორად, სწორი ინტონაციებით და შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ სავარჯიშოები, რომელიც აქ გვაქვს მოცემული. მე-20 სავარჯიშო wer ist wer, ვინ არის. და ჩავსვათ ახლა მოცემული არსებითი სახელები სწორ ბრუნვაში, შეგიძლიათ დააპაუზოთ, ჯერ თავად გააკეთოთ და შემდეგ განაგრძოთ ვიდეოს ყურება. მე ამას როგორ ვაკეთებ. პირველში უკვე ჩასმული გვაქვს გეშვისთა დაძმა და გადახაზულია. Sarah und Felix sind von Peter und Lucy. რა თქმა უნდა, Sarah და Felixი არიან შვილები და ჩავწერთ die Kinder. Susanne ist von Sarah und Felix. Susanne არის Sarahs და Felixის მამიდა, როგორც მახსოვს, die Tante. Lucy ist von Peter. Lucy არის პეტერის მეუღლე. Die Frau. Felix ist von Peter und Lucy. Felixი არის ვაჟიშვილი, der Sohn. Susanne ist von Peter, die Schwester von Peter, da ist Peter und Lucy sind von Sarah und Felix. მშობლები არიან die Eltern. Felix ist von Sarah. Felixი არის Sarahs ძმა. Der Bruder ორჯერ შეგვიძლია გამოვიყენოთ. Der Bruder. Ben ist von Sarah und Felix. Beni არის Sarahs და Felixის ბიძა. Sarah ist von Peter und Lucy. Die Tochter. ქალიშვილია Sarah, პეტერის და Lucy's. Ben ist von Peter. Beni არის ძმა. მეორეჯერ გამოვიყენოთ ძმა. და ნახოთ რა დაგვრჩა. Peter ist der Mann von Lucy. და სწორად ჩაგვისვა ყველაფერი. მეუღლე Lucy's. აი ასე. So. ნახოთ ახლა ჩვენ სხვა სავარჯიშოები, შეამოწმეთ ეს სწორია თუ არა. აქ გვაქვს ჩვენ was passt zusammen, უნდა შევაერთოთ უცბად ესეც, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ისე გააკეთოთ. Also die Frau იქნება der Mann. Die Tante, der Onkel, die Kinder, die Eltern und die Mutter, der Vater. Yes. Okay, გავაგრძელოთ. ახლა კი უნდა შევავსოთ ინფორმაცია, რომელიც აკლია ტექსტიდან გამომდინარე. უბრალოდ ყურადღება მივაქციოთ, რომ ყურადღება ექცევა აქ Familienstand, ოჯახურ მდგომარეობას, მეორეში Beruf, პროფესიას, მესამეში Sprachen, ენებს და ასე შემდეგ. ნახოთ. Familienstand, ოჯახური მდგომარეობა. Susanne ist ledig, sie lebt jetzt mit Edwin in Berlin. Peter und Lucy sind, Peter და Lucy არიან verheiratet. დაქორწინებულები. Ben ist, Ben-ზე გქონდა ინფორმაცია, რომ არის გაყრილი, geschieden. Er lebt, მარტო ცხოვრობს, allein, Kölnში. In Köln.
Köln. Okay. Ეხა პროფესია Beruf. Peter arbeitet als Ingenieur bei Siemens. Lucy arbeitet als Französischlehrerin. Susanne arbeitet Susannes არის მამი და პროფესია რა იყო აღარ მახსოვს, ამიტომ მოდი ვნახოთ. Susanne ჟურნალისტი იყო მართალია. მე მგონი ბოლო წინადადების წაკითხვა ტექსტში დაგვავიწყდა და მაგიტომ არ მახსოვდა. Susanne arbeitet als Journalistin. Neke წერა ის წერს სტატიებს, sie schreibt Artikel als Journalistin. Und Ben arbeitet als Kommissar. ესე. ნახოთ ახლა შემდეგი. Sprachen. Peter spricht. პეტერი ლაპარაკობს. პეტერი ლაპარაკობდა ინგლისურად. და კიდევ ერთ ენაზე ლაპარაკობდა. მოდი ვნახოთ, არ მახსოვს ზუსტად რომელი ენა იყო მეორე. Französisch, sorry. Und Französisch. Seine Muttersprache ist Deutsch. მშობლიური ენა იყო გერმანული. Lucy spricht Französisch. არა, Französisch მშობლიური იყო. Lucy ლაპარაკობდა English. არა, თითოთით ეს იყო მე მგონი Deutsch und Italienisch. გერმანულად და იტალიურად. Ihre Muttersprache ist Französisch. ფრანგული იყო მშობლიური. Felix spricht. Felix-იც ლაპარაკობდა ბრწყინვალედ ფრანგულად, ხო? Französisch. და Hobbys. Peter kocht gern. უყვარს სადილების კეთება. Lucy liest gern Liebesromane. Sarah kocht auch gern. Mamasavit უყვარს სადილების კეთება. Felix spielt gern Computerspiele. Und Ben's რისი კეთება უყვარდა. ვერ ვიხსენებ, მოდი ვნახოთ. Ben. გიტარას უკრავდა. Okay. Ben spielt gern Gitarre. ეს. თავარია შეგვეძლოს საჭირო ინფორმაციის მოძიება ტექსტიდან საჭირო ადგილზე სწორად ჩასმა და დანარჩენი შეიძლება თუ დაგვავისდა რაიმე ინფორმაცია მოვიძიოთ შემდეგ. იმედია რომ შეცდომები არ გქონდათ, აი სულ ეს იყო დღეისათვის. თუ მოგეწონათ და გსურთ ასეთი ტიპის სავარჯიშოების სხვა დონეებზეც არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი,
მოიწონეთ ვიდეო, დააკომენტარეთ. მე ყოველთვის მიხარია, როდესაც გამოხმაურებას ვკითხულობ ვიდეოს ქვემოთ. Tschüss!